ეხლა რაც შეეხება შეპირებულ ვიდეოს აი გენეტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, აი ხშირად მსმენია ხოლმე რომ მშობელსო დიაბეტი ქონდაო და შვილსაც იმიტომ დაემართაო, თქვა მშობელს რაღაცა ავტოიმუნური დაავადება ქონდა, თქვა რევმატიზმიო და რევმატიული ართრიტი დაუშვათ რა რევმატიზმის რომელიმე ფორმაო და შვილსაც იმიტომ აქვს. აღმოჩნდა რომ ასეც არაა საქმე. გენეტიკური ფაქტორები მუშაობს 4-დან 1 შემთხვევაში. დარჩენ 3 შემთხვევაში გენეტიკა არაფერს შუაში არ არის და დაფიქრდით რაშია საქმე. საქმე არის იმაში რომ ბავშვი რომელიც დაიბადა ოჯახში რაღაც პერიოდამდე ხო დასრულ ასაკამდე 20, 25, 30 წლამდე და ზოგ შემთხვევაში თუ ეს მამაკაცს ეხება მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ იგივე ოჯახში რჩება, ქალების შემთხვევაში თუ გათხოვდა წავა სხვა ოჯახში, ანუ მთელი ეს პერიოდი, ესე იგი იკვებება გარკვეული სახის საკვებით, ხო, იმ მენიუთი, რომელსაც თავაზობს ოჯახის წევრები, თავაზობს დედა, ხო, მშობლები. და ის რითიც იკვებება მშობელი, დედა იქნება თუ მამა, იგივე პროდუქტები, იგივე საკვებით იკვებება უმეტეს შემთხვევაში შვილიც. და როდესაც ეს მექანიზმი ესე იგი გრძელდება და მით უმეტეს ხა თქვენ თვითონ დაფიქრდით, რაზეც ხართ მიჩვეული, რაც გიყვართ, რაც ბავშვობიდან გიყვარდათ, რაც შეგაყვარა თქვენმა მშობლებმა. იგივეს მიირთმევთ დღესაც და რასაც მაშინ ვერ იტანდით და ვერც თქვენი მშობლები ვერ იტანდნენ, იმას დღესაც არ იღებთ, ხო, ძალიან ხშირი შემთხვევა. შესაბამისად, ის იმ არასათანადო კვებამ თუ გამოიწვია რაღაცა დაავადება თქვენ მშობლებში, დიდი ალბათობით თქვენშიც იგივე მოხდება, იმიტომ რომ კვება აბსოლუტურად იდენტური გქონდათ. აი არის ხშირ შემთხვევაში, მე მაგალითად დედჩემს ჰქონდა დიაბეტი. მე არ მაქვს დიაბეტი. იმიტომ რომ იყო სხვაობა კვებაში, რომელიც დედჩემს თქვა ერთი უყვარდა, მე მეორე, ხო, მაინც განსხვავებული ჰქონდა. მათ შორის პატარობიდან დაწყებული დედჩემი, ესე იგი, როდესაც მუშაობდა, მტოვებდა მეზობლებთან, ხშირად როცა ვერ მივყავდი სამსახურში და ამ მეზობლებთან მე ისეთ საკვებს ვიღებდით, სხვა შორის დღესაც მახსოვს მისი გემო, ერთ-ერთ მეზობელთან იყო თამარა მესხი, შვანიასი ასეთი, რომელმაც მიმაჩვია ტომატის საწებლის, ცხარე საწებლის ჭამა, მეგრელი იყო ეს ქალბატონი და ისე მიყვარს დღემდე ცხარე საკვები, ავიცით, ჩემ ოჯახში ჩემ გარდა ცხარე საკვებს არავინ არ იღებდა. და შესაბამისად განსხვავებულს ჭამდი, ამიტომ ცხარე მიყვარდა, ტომატი მიყვარდა და რა ვიცი, ასე შემდეგ. ამიტომაც გენეტიკური ფაქტორები 25-30%-ზე მეტში არ მუშაობს, ანუ 4-დან 1 შემთხვევაში მუშაობს. დანარჩენი მიზეზი არის არასწორი, არაადეკვატური კვება. და ხშირად, როდესაც ქალბატონები თხოვდებიან სხვა ოჯახში მიდიან და იქ სხვა კვება ხვდებათ, ძალიან ხშირად ხდება ის, რომ აი ქალბატონებში ეს გენეტიკური ბრჭყალებში ფაქტორი აღარ მუშაობს და მათ არ ემართებათ ის პრობლემები, რაც ემართებოდა თქვათ მათ მშობლებს, მისი ოჯახის წევრებს. აი დაფიქრდით თქვენ თვითონ და გაანალიზეთ. თუ გაქვთ ესეთი შემთხვევა, ოჯახში თქვათ ერთი კულტი იყო კვების და თქვენ ამ კულტისგან შორს იყავით, განსხვავდებოდით და სხვა რამეს მიირთმევდით, ამ პირიქით, ხო? და რა შედეგი მიიღეთ? ხშირად იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ასეთი თქვათ არასასურველი შედეგები, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გადახედეთ თქვენ კვების რაციონს და კვება ძალიან ხშირად განსაზღვრავს იმ პრობლემებს, რომელიც გაქვთ, მათ შორის ავტოიმუნურ დაავადებებს, თქვათ ენდოკრინულ დაავადებებს და კიდევ ბევრ სხვა რამეს. დამიჯერეთ ისეთი საინტერესო დამოკიდებულება დავიჭირეთ, ესე იგი ამაში, რომ კვებასა და ამ ბრჭყალებში გენეტიკურ პრობლემებს შორის გაოგნებული დარჩები და უმეტეს შემთხვევაში, ხო, 70-80% შემთხვევაში შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ პირობითად გენეტიკური პრობლემები, რომელიც თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენ მშობლებს, წინაპრებს, ბებიებს, ბაბუებს ჰქონდათ. თქვენ დიდი ალბათობით ეს ყველაფერი აქცდებათ. აი ეს მინდოდა წინა ვიდეოში რომ შევკვირდით თქვენთვის მეთქვა იმისთვის რომ წარმოსახვა გქონდეთ იმისი რა ხდება რეალურად და ელემენტარული კვების კორექციით თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი პრობლემა აიცილოთ. ან უკვე არსებული პრობლემაც აღმოფხვრათ. ძალიან ხშირი ასეთი შემთხვევები. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.